თვითონ უნივერსიტეტის სიტყვა გულისხმობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გქონდეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი თვითონ უნივერსალობას და მულტიდისციპლინარობას მოითხოვს. მეორე, უცხოეთში, დასავლეთში ძირითადად კვლევა მიმდინარეობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ უნივერსიტეტებში. თვითონ როგორც ლაბორატორიები უფრო ნაკლებად მონაწილეობენ, ასე ვთქვათ, და უფრო ფედერალურ, ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ესეა, რომ უფრო ემსახურებიან გარკვეულ ფედერალურ მოთხოვნებს, ესე ვთქვათ. და უნივერსიტეტებში კიდე კვლევა მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად და ის, რაც დღეს არის შემოთავაზებული ჩვენი მთავრობის მიერ, უბრალოდ გაანადგურებს საშუალებას, რომ ადამიანებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა ერთად იმუშაონ მულტიდისციპლინარულ მიმართულებით. მაგალითად, ახლა თუ მაგალითად ერთ ქალაქში იქნება ვთქვათ, არ ვიცი, კომპიუტერული მეცნიერებები და მეორეში იქნება ლინგვისტიკა, მაგალითად შეუძლებელი იქნება უბრალოდ ერთიანი რაღაცა სრული კოლექტივის ჩამოყალიბება. გასაგებია, რომ არსებობს Zoom-ის საშუალება, არსებობს სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, ონლაინ შეხვედრები, თუმცა თვითონ ეს ძირითადი დამოკიდებულება აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტ შორის ხორციელდება როგორც წესი ერთ დაწესებულებაში და არ შეიძლება მისი, ასე ვთქვათ, გადატანა. მეორე, რაც მე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ჩემი აზრით უფრო ფართოდ მოხდეს ამ რეფორმის სირთულეებზე საუბარი არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოში მყოფი უცხოელ სტუდენტებთან და ასევე მეცნიერებთან, იმიტომ როგორც დღეს მე გავიგე, საკმარისად ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული მეცნიერებს შორის ამ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. უბრალოდ საქართველოში იმდენი სხვა დიდი პრობლემაა ამჯერად, რომ შეიძლება სპეციალურადაც არის გაკეთებული, რომ მაგალითად მოქალაქეებისთვის მის მიცემის უფლების წართმევა და ეს თემა რეფორმასთან დაკავშირებით ერთ დროს განხორციელდა, რამაც ერთი მეორეთი გადაფარა. ხო და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თქვენ ქალბატონო ნინო, მინდა გადაუხადო ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომელმაც ითავა და გამოვიდა, ასე ვთქვათ, არა მარტო რაღაცნაირი პროტესტით, არამედ ეს პროტესტი დაასაბუთა და ეს მოხსენებები, ჩემი აზრით, ძალიან კარგი არის, რომ ჩაწერა მოხდა და კარგი იქნება თუ კი ონლაინ გავრცელდება ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ მაშინ სხვებსაც გაუჩნდებათ ის კითხვები, რომლებიც დღეს წარმოიშვა და ის შეუსაბამობა იქნება ცხადი, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ვიცი, არც ვიცი როგორ დავარქვა ამას, რეფორმა თუ დეფორმა, რთული სათქმელია. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მომიწვიე და აქ ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მომეცა. დიდი მადლობა.